მოგესალმებით, ჩვენ ერთგულო ტელემაყურებლებო. წავადგინო, ჭირდება წარდგენა ჩვენი თემურ გიორღელიძე, რა ვიცი, ძალიან შემაწუხეს. მაგრამ მე მქონდა ისედაც ჩაფიქრებული და გეგმაშიც იყო ბატონო დემო თქვენი მოწვევა და მინდა ფორმატი გითხრათ. პირველი კითხვა სვავ და არ მიყვარს აი ეს ლიბერალებო რო შემოაგდეს, ხო იცით? ჩაგეკითხე. ხო, ანუ აზრს რო ხედავენ რომ იმას არ პასუხობ როგორც მინდათ. არა, მithქვი კი არ გაწყვეტილი, ჩაგეკითხე, რა ჩაეკითხეთ, ასე გააწყვეტდნენ და კაც დაეკარგა. ამიტომ ნება მომეცით კითხვა ჩამოვაყალიბო და როგორც კი მეტყვით რომ პასუხზე რომ მოვრჩი პასუხს, მინდა პირველ რიგში უყურეთ თქვენ ბოლო გადაცემას, ბატონი თემური ყავდა, დათო და აი ეს რო იყო ხო, რო გითხრათ მიზანი ვიცოდით თქვენი რა იყო, თქვენმა მხარემ რომ ხელი ჩამორთმო, ამით რომ დასრულებულიყო. ნუ არ გამოვიდა ესა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი პირველ ეტაპზე არ გამოვიდა. მეც ვფიქრობდი, რომ რატო არ გამოვიდა? და აი მინდა გითხრათ, ერთი კითხვა დავსვა რა. მოცემულობა გვაქვს ესე. ამ ქვეყანამ გაიარა ყველაზე საშინელება რაც იყო, ეს იყო ძმათა მკვლელი 90-იან წლებში. გადის დრო და ქართველი ხალხი შეთანხმდა. ისენიც კი, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, შეთანხმდნენ, რომ ეს იყო ძალიან ცუდი, რამაც ყველა დააზიანა, ყველა მხარე. და ამისთვის მათმა რჩეულებმა პარლამენტში, ვისაც ხმა მისცეს საზოგადოება, მიიღეს გადაწყვეტილება და შეფასება გააკეთეს, რომ ეს იყო ხუნტა, პუტჩი, ანუ სამხედრო გადატრიალება. ამაზე ჩვენ საზოგადოება, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას და რომლებიც დაჩაგრეს, ყველამ ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენმა პარლამენტმა, ანუ იმის, აი რისი თქმა მინდა უბრალოდ, ხომ არ ჯობია თუ კი ჩვენი მიზანი სასწორზე დგას უფრო დიდი რამე, მით უმეტეს დღეს, რომ თუ არ გადავდეთ ეს სიძულვილი ერთმანეთში, აზრი არ აქვს, თუ კი ჩვენ ჩავეკირკიტებით, შენ ხო იქიდექი, შენ რო ეს შეგიძლია გაეკეთებინე, რატო არ გააკეთე? აჰა, ესე იგი, ეხლა ამბობ, თუ ჩვენ ამას გავყვებით, აი, ის ადამიანი კატეგორია ხალხი, რომელსაც მართლა უნდა თქვენ იმაზე წამოსვლა, იმიქნებს, რომ ებედო ესენი, ამათ კაცო, აგე ნახე რა გაუხსენეს და რავი, ხო ესე იყო, რა მაშინ გეტყვით, ეხლა რა ვქნათ? ამიტომ იმით მომდა, ხო არ შევწვალოთ, ხო არ ვიკმაროთ ის, რომ ერი შეთანხმდა, რისთვისაც შეაფასა პოლიტიკური შეფასება გააკეთა პარლამენტმა და თქვა, რომ ეს იყო ხუნტა, ეს იყო ცუდი. ცუდი მოხდა, ყველა შევთანხმდით, როგორც მომწყობნი, როგორც ჩანს, ყველა არა ვარ შეთანხმდა. ხო, მაგრამ იმის თქმა, აი რატო თუ კი ხედავთ, რომ ის მის პირად ღირსებაზე ეხება, რომ ანუ რას გვაძლევს ის, რომ აი ხა კითხვები რო იყო, მე ხო უყურებდი ბატონ თემურს პირადად არ ვიცნობ, ანუ თვითონ ტიპი არის იმ სტადიაში გადასული, რომ თავის მართლების. ანუ ეს ხო უკვე საკმარისი არ არის? ჩვენ მოდით გიპასუხებთ, აბსოლუტურად სხვა მიზანი იყო, იმიტომ რომ ბატონი დავით ჭაბუკაშვილი თქვენ კარგად იცნობთ, მან გააკრიტიკა და შემდეგ თემურს დაურეკია მისთვის და მეც დამირეკა, რომ მეთხარი დაელაპარაკეთ და ესაუბრნენ და გადაწყვიტა, რომ მოსულიყო ჩვენთან. დავითი მირეკავს მე და მეუბნება, რომ რა კი დარეკაო, მე მზათა ვარ, რომ ხელი ჩამოვართვა, გადავეხვიო და ერთიან საქმეზე შევთანხმდეთო. იმიტომ რომ ქართველთა დიდი გაერთიანება თქვენ კარგად იცით, არ არის პარტია და არ არის ჩვენი პირად ინტერესებზე, პოლიტიკური ინტერესებზე აგებული. ჩვენი მთავარი მიზანია სწორედ ის გავაკეთოთ, რომ ვისაც ეს ქვეყანა ტკივა მეტნაკლებად ყველანი ერთ პოზიციაზე დავდგეთ, ჩვენთან კი არ მოვიდნენ, ჩვენ დავდგეთ ამ ქვეყნის წინაშე. ამიტომ, როდესაც ბატონი თემურ შაშიაშვილი მოვიდა, ჩვენ ველოდით, რომ აი მე როგორც ვთქვი მაშინ, რომ იყო საშინელება, რაც მოხდა, დავამთავროთ ეს, ეხლა ხვალ ქვეყანა გვეცლება, აქედან ვიცაუბრეთ, ჩვენ ეხლა პარტია არა ვართ, რომ ვინ შემოგვიერთდეს, ახლა მოქალაქეები მოდიან, მაგრამ თქვენ რაღაც ორგანიზაცია გაქვთ, ხო კი ბატონო, გქონდეთ, მაგრამ კოორდინირებულად ამ ქვეყნის სასარგებლოდ, რომ ვისარგებლოთ, ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ, რაიმე უდგას ამას წინ.
ამიტომ რა კი არ გამოვიდა პირადად მასთან საუბარი და ეს აბსოლუტურად არ არის თქვათ ჩვენი პოზიცია არ იყო ასეთი მე ჩემი შეხედულებები გითხარით ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ გზს გადავუხვევდა დიდ დიალოგზე არ წავართ ყველასთან მე მესმის ძალიან რა დღეები გავიარეთ ჩვენ ეს 33 წელი რა დღეში ვარ დღე გვიყიდიან თვალსა და ხელშვა ქვეყანას გვიყიდიან ხო სწორია ეხლა რა დროს იმაზე რომ შენ ასეთი ხარ შენ ისეთი ხარ აბსოლუტურად მე ვეძებ ყველა საღ ადამიანს საღს მე უძახი მარტივ რაიმეს შენი შვილის და შენი ოჯახის მომავალი თუ არ გაწუხებ შენ ქვეყნისთვის არ ივარგებ ხო სწორია ახლა ეს არის ფუძე ხო ამეს ოჯახები ქმნიან იმას რასაც ქვია ძალა ქართული ხო საბედნიეროდ ქართველი გადარჩა დაამცირეს შეურაცხეს გააღარიბეს მაგრამ ვერ გატეხეს ეხლა მიდის ურთულესი პროცესი აი მე ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები, იცით, თავის არ ჯერათ. გამოგვივა რაიმე, გამოგვივა, რასაც მოვიფიქრე. ყველაზე რთული რა არის, იცით, კაცისთვის აღსაქმელი ის რომ დაითრგუნა გმირს ეძებს. აი დავით აღმაშენებელი, ახლა არ გაცოცხლდება დავით აღმაშენებელი, როგორი მოგძალები და პატივისცემით. ესე იგი, ყველა პრობლემას აგვარებს საღი 2-3 თაობა. ხო სწორია, ვისაც მოდი ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის მქონე, ვისაც ქმედუნარიანი თაობა ქვია ამ თაობებში, ხო სწორია? ამ ხალხში თუ არ არის ინიციატივა ქვეყნის დანარჩუნების, თუ არ არის ურთიერთ შეთანხმება, ძალა თუ არ შეიქმნა, არადა მე ყველა უბედურება მაქვს გადატანილი, რასაც იმაზე ცუდ ადგილზე, ვიდრე საქართველოს პარლამენტია, ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილვარ, ყველა კუთხე კუნჭული ვიცი რა ხდება, როგორი გეგმება ყველაფერი, ამას ძალა თუ არ დაუპირისპირდა ქართული ხალხის ძალა, რომელიც იტყვის დაამუხრუჭეთ, შევთანხმდეთ, დავჯდეთ შევთანხმდეთ იმას რომ ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია. შენ ვერსად ვერ შეტენი ამას, ვერც რუსეთში, ვერც ევროპაში, ვერც თურქეთში. ჩვენ ყველასთან გვიდა საუკეთესო თანამშრომლობა. პრაგმატული, ცივი გონებით აგებული სასარგებლო, მათ შორის რუსეთთანაც, იმიტომ რომ ბირთვული სახელმწიფოა, როდესაც მე რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე ლაპარაკობ, მე პოეტი არა ვარ, მე თვითონ რაგდულ ტექნიკასთან დაკავშირებული ერთი 40-მდე სტატია მაქვს მარტო დაწერილი და საუკეთესო ადგილზე სამეცნიერო კვლევებს ვეწეოდი უზარმაზარ სფეროში, ხო? მე ამას ვლაპარაკობ ჩემი მაშინდელი წარსულიდან და ეხლა ვიცი დაახლოებით ჩვენი ერთი საერთო მეგობარი ჩემი ხელმძღვანელის ასევე მეორე მოსწავლე რომელიც ძალიან მაღალ თანამდებობაზე იყო და ახლა სერიოზული ის არის MVTU იმინი ბაუმანა რო ქვია ხო ამ სფეროში მომუშავე ამ ცოტა ხნის უკან მე მას უბრალოდ შევეხმიანე და ვკითხე რა ხდება იქ სადაც ჩვენ მუშაობთ Ой, Демур митхра, конечно, я не могу сказать, но ხდება ის, რაც არსად არ იქნება. ჩემი მეგობარია, მე მას სახლში არაერთხელ ყოფილვარ, ის ჩემ სახლში ქუთაისში არაერთხელ ყოფილა, მას ჩემთან რევერანსები არ ჭირდება და ამიტომ და გამოჩნდა კიდეც ხო, ნახეთ სტრატეგიული იარაღში რა ჩვენ გვინდა რუსეთის სიძლიერე დავინახოთ სისუსტეები, მე აღწერილი მაქვს ელიტები, რა პრობლემებია, ეკონომიკა ვიცი. ეხლა ჩემი თაობის კაცმა რუსული კულტურა და ისტორია არ იცოდეს, საპატიო არ არის, ხო? ამიტომ მე ვლაპარაკობ, ეხლა ჩემი ქვეყნისთვის რა არის კარგი. მე არც ბაბაია უნდა უძახო რუსეთს და არც შენ ქვეყანაში შემიყვანე არ უნდა უთხრა, არ ჭირდებათ რუსები დღეს უკვე პრაგმატული ხალხია, მათ ჭირდება ძალიან რავი. მე ჩამოვაყალიბებ ჩემ პოზიციას. მე არაერთ ტელეხიტში მივიღე მონაწილეობა, როცა მოსკოვი, თბილისის დიალოგი იყო, მათ შორის აი ძალიან სერიოზული ხალხი რო იყვნენ, ლუკიანოვები და ასე შემდეგ, ისეთები, რომლებიც კლემზე უშუალო გავლენას ახდენენ.
ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში მე მგონი ერთი წლის წინ იყო კავკასიის ექსპერტი იჯდა, ძალიან კარგად რომ იცის აქაურობაც და ყველაფერი და მე უთხარი მას რომ ცოტა სხვა მიმართულებით უნდა და ერთადერთი საკითხია შესათანხმებელი. თქვენ მოგვეცით გარანტია, რომ ჩრდილოეთიდან დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს არ იმუქრება საფრთხე, მაშინ ჩვენ ქართული ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს, გარანტია უნდა მოგცეთ და აუცილებლად მოგცეთ, რომ საქართველოსთან არ ემუქრება რუსეთს საფრთხე. სხვა თემა მოსაგვარებელი არ არის. მე თუ დამთავრეთ, მე მაგ თემაზე ცალკე მინდოდა და მე მაინც ჩემი გადმოსახედით და იმიტომ რომ მე ძალიან ესე ვთქვა გბალეში ყოფდით ამ იქნებ აი ეს სიძულვილი დავლიოთ და დაძლეული გვაქვს ყველასთვის მზად მან მინდა პატრონდები ჩემი აზრი გითხრათ რომ თუ კი ვხედავთ რომ ამ კატეგორია ხალხს რომელიც მე საქართველოში არ ვიყავ მაშინ ამიტომ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას საქართველოს მოქალაქე არ ვიყავ როცა ეს ტრაგედია დატრიალდა ომში ვიყავი საერთოდ. ხო და იქნებ ის კითხვები არ დაუსვათ. მეც ნახეთ პასუხები დგას ეს დავითმაც და საქმე რაშია იცით, როდესაც თქვენ იწყებთ სხვა კალაპოტში მოძრაობას, იმ კალაპოტში შეგხვდნენ და გითხრეს ის კითხვები, საერთოდ არ იყო ამ თემაზე საჭირო საუბარი და არც ველოდით ჩვენ. იმიტომ სასწორზე უფრო დიდი რამე. გავიგეთ, მაგრამ ერთი რამე არის ქედმაღლური საუბარი ქართველთა დიდ გაერთიანებასთან არავის არ გამოუვა, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უანგარო ორგანიზაცია. კაცების და ქალბატონების შეკრება. მეტი აქ არაფერი ჩვენ არ გვჭირდება საჯარო რეესტრის დოკუმენტი. ჩემი ქვეყნის მოსავლელად მე არანაირი ნებართვა არ მჭირდება. რაგი მე ერთი კაცი ვერ მოული ამას ყველაფერს, იმიტომ ვიცი რანა გავიცარი დაგროვილი ბოლო 33 ჩვენ საღი ადამიანები, ვისაც ტკივა ეს ყველაფერი. აბა რა ვქნათ იმ ხალხს, რა უყოთ, ვინც არ მოდის ხო ამ პოზიციებიდან. ის ხალხი იყოს და როცა დავალაგებთ ქვეყანად, ისიც ამ ქვეყნის შვილები არიან და იცხოვრებენ. აბა ახლა რეპრესიებს ვინ გაუკეთებს? ქოცი იყავი თუ ნაცი იყავი? დავალაგოთ ეს ქვეყანა და იქნები შენ თვითონ მიხვდები რომ რა საცოდავი ადამიანი ხარ, როცა ყველაზე მეტად რო უჭირდა ქვეყანას, შენ კიდევ ველადებს დაძდევდი და სეთურიც ბრბოსავით მოსარიდებელი არაფერი არ არის სასაუბრო. ამიტომ საუბარი არ შედგა, იმიტომ რომ აი რისთვისაც მოვიდა თეიმურაზ შაშიაშვილი იყო დავით ჭაბუკაშვილის კრიტიკის გამო, ხო? ამ დროს დავითი განწყობილია კეთილგანწყობილად. და აქ იმაზე საუბარი რომ მე ეს ვიყავი და მე ეს ვიყავი, არა, აქ ამას მნიშვნელობა. მაგის დაგებები და თქვენ. მე თქვი რომ მე საერთოდ არ მემიღი არაფერში მონაწილეობა, იარაღს როგორ მოვკიდებ ხელ ჩემი ქვეყნის შიგნით, მაგრამ მეც დამნაშავე ვარ, თქვენც დამნაშავე ხართ, იყავით არ, ყველა დამნაშავე ვართ, იმიტომ რომ მივედით ქვეყანა მივიყვანეთ იქამდე, როცა შენი ვითომ ხელისუფლება შენს თვალწინ გიყიდის და იმდენად გასრესილი გონება, რომ არაბიზაციაზე დადებითად ლაპარაკობ. მასაგებია ჩემთვის ფულისთვის ლაპარაკობს ამას, ხო, მაგას ბიზნეს მთელი შტატი ხავს, ხო, მაგრამ მე გამკვირვებია უბრალო ხალხის, რომელიც არაბიზაცია სიკეთეს მოგიტანს, არაბიზაცია მოგიტანს იმას, რაც შენმა წინაპარმა სისხლი ჩააქცია, რომ ეს არ მომხდარიყო. ამიტომ მე არ ვთვლია, ეს არის დიდი ნაბიჯი გადადგმული ჩვენი სტუდიის და ჩვენი ოფისის კარი ღია ყველასთვის, ვისაც რაიმე კიდე გეუბნები, მე თქვენგან არაფერი არ მინდა, მე თქვენ ვერსად ვერ ამირჩევთ, ვერ აირჩევთ დათო ჭაბუკაშვილს, გიგლა გობეჩიას, ზაქარია როჭიკაშვილს, არავის არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა, არ უნდა გვინდოდეს, ამიტომ ჩვენთან ვერც ქედმაღლურად ისაუბრებს რაიმე, იმიტომ რომ ღმერთის წინაშე მართალი ხალხი ვართ, ჩვენ გვინდა მოძებნოთ საერთო ენა, საერთო შეთანხმება, მივაღებინოთ ძალა თუ არ იქნა არ მიიღებს ეს ხელისუფლება დაპირისპირებაზე იმუშავებს, დაპირისპირებაზე მუშაობს. შევთანხმდეთ წესიერ საკანონმდებლო
კანონზე, საარჩევნოზე, ეს CSGO სიმახინჯის ნაცვლად წესიერი ადმინისტრაცია შეთანხმებულ რეჟიმში ჩავატაროთ არჩევნები და ვინც გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი ვისაც მისცემს, ერთი პარტია იქნება თუ კოალიცია შეიქმნება, ყველა ვაღიარებთ, იმიტომ რომ არავის უფლება არ ექნება უარი თქვას იმ შეთანხმებულ არჩევნებზე. ხო სწორია, დღევანდელი ხელისუფლება არის საშინლად პოლიტიკურად მორყეულ ფუძეზე. მაგაზე მინდა გადავიდე ზუსტად. რატომაა მორყეულ ფუძეზე? დავანებო თავი იმ გლობალური მას, რომ 92 წლის მერე ყველა ხელისუფლება არალეგიტიმურია, იმიტომ რომ სამხედრო სისხლზე მოსული ხელისუფლება. მეორე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შორს რა წავიდეთ. დემოკრატიული პროცედურები ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებულს აღიარებენ, დამარცხებულები ამბობენ, რომ ამან გაიმარჯვა, მე ამდენი მივიღე, ამდენი ხელჩამოართვენ ერთმანეთს და ვინც პარლამენტში იქნება ქმნის რაღაცებს და ასე შემდეგ. 2024 წლის არჩევნები არავინ არ აღიარა. ესე იგი, ფუძე იმ პროცედურებისა, რომ თქვენ 50%, 48% მივიღეო, კი, მაგრამ 5%, 20%, 18 თუ რაღაც პროცენტი ვინც ვიღო, იმან ხო უნდა თქვას. კარგია, ცუდია, შენ თამაშში ხო იყვნენ შემოსულები. რაღაც მოხდა არ მინდა ხა კულისებზე საუბარი, არ აღიარებს არავინ, დარჩი მარტო პარლამენტში. არა ხარ ლეგიტიმური. როგორ დარჩი, კაცო? არავინ არ აღიარებს არჩევნებს. პოლიტიკური შიდა არჩევნები არის შიგა შეთანხმობის შედეგი. ხო სწორია? აბა როგორც ხომ დამჩენ ძალმომრავლობაა. ამიტომ ეს რომ დავხუროთ ამას სისხლისღვრა და კიდე ფირწლების ხელში დაკავება კი არ უნდა. ამას უნდა, იმიტომ გვინდა ჩვენ ეს ქართული დიდი გაერთიანება ქართველთა გავაკეთოთ, რომ ძალა იყოს და ყველა ვაიძულოთ ისტორიულ ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ადგილზე, რომელიც დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული, ყველა დავაჯინოთ და უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. ქართული სახელმწიფოს ხელუხლებლობაზე, ქართული კულტურის ხელუხლებლობაზე ეს უნდა ვითარდებოდეს, ოღონდ თავისი წიაღიდან ამომავალი ტრაექტორით. მე არ მჭირდება სხვისი ფასეულობები. ფანტასტიკური ქართული კულტურა გვაქვს, საოცარი ფასეულობები, ხო? არავის რო არ ჩამოუვარდება. მაგრამ მე რო უფრო მდიდარი ვიყო, ცხადია სხვა კულტურებთან ვითანამშრომლებ და ახლოს ვიქნები და კარგად ვიქნები. ენა ჩვენი ქართული. ამ სამს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართველი თუ არ იქნება. ქართველი ატარებს ამას, მატარებელი ყველაფრის არის ადამიანი, ხო? ქართველი თუ არ გვეყოლა, გენამამული სარწმუნოება, არაბი გეტყვის, მე სხვა რამე მაქვსო, კაცი, ჩემი ტრიადა მაქვსო, ხო სწორია? და მიხედავს ამ შესანიშნავ ქვეყანას. ამიტომ ეს ქვეყანა თავზე რო არ დაგვემხოს და გარანტირებულად გეუბნებით, ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია რო შევქმნით, მე ვიყავი მთავარი ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და პლუს სახელმწიფო კონსტრუქციაზე მთხოვეს, რომ მეფიქრა და ძალიან საუკეთესო ქართველ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან შექმნილია კონცეფცია, რომლის ანალოგი დღეს არსად არ არის და ჩვენ მზათა ვართ ყველა საქმიან დონეზე ვისაუბროთ, მაგრამ კიდე გეუბნებით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება იყოს შესაძლებელი, ამას სჭირდება დღევანდელ მოშლილ პოლიტიკურ სისტემაში გაჩენა ძალისა. პარტია ვერ გააჩენს ამ ძალას, რატო? პარტია კონსტიტუციის თანახმად უნდა შევიდეს იმ თამაშის წესებში, რაც ჩამოყალიბებული აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლება ჩამოყალიბებული აქვს უზნეო თამაშის წესები, დაპირისპირებაზე აგებული. მე კონკრეტულ პირებს არ ვეხები, არ მაინტერესებს კონკრეტული პიროვნები, მე გეუბნებით სისტემას. იქ არის გაუკონტროლებელი არჩევნები, ხო სწორია? არათანაბარი თამაშის წესები არჩევნებთან დაკავშირებით,
ამიტომ ყველა ეს პრობლემა რომ მოიხსნას, თვითონ არ მოხსნის ამას, არადა რასაც ჩვენ ვამბობთ ქართველთა გაერთიანების სახელით, ამას თვითონ ხელისუფლება უნდა ცდილობს. ეხლა ჩვენგან წაიღეს და დიალოგს დავიწყებთ, მე არ ვიცი რა. მაგას ცალკე იყოს, ხო? ესე იგი, რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა რომ არ დაიღუპოს ყველაფერი და 28%-ია ქართველი ქალი ფეხმძიმე საქართველოს მოქალაქე ფეხმძიმე ქალებს შორის. ეხლა ვისაც სული, გული, აი ქართული რაღაც მენ როგორ გაცლებ? უფრო მეტი კვდება ვიდრე იბადება. ვა, დათვალე, პოლიტიკაში მყოფი კაცი, რომელიც 50 წლიან პერსპექტივას არ ითვლის და თანმიმდევრულად დღევანდელი ხვალინდელი ზეგინდელი ამოცანები წარმოდგენილი არ აქვს, ის პოლიტიკოსი არა, ის არის თაღლითი, აი როგორც გავსებულია ხელისუფლება, წინა ხელისუფლება თაღლითებით, რომლებიც ფულს აკეთებენ, ხო სწორია? ამიტომ ამ სიტუაციაში პარტიის გაკეთებას 333 პარტია ხო სოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს რომ 3.5 არც არის ხო 3.610.000-ია სოფლიო ბანკის მონაცემებით ამგენმა ჩააწერეს აღწერა და სოფლიო ბანკს უთხრეს რომ თქვენი არაა სწორიო 240.000-ით მეტი ადამიანი დააფიქსირეს საიდან სოფლიო ბანკს, რომელსაც უზარმაზარი სპეციალისტები ყავთ და კოლოსალური ფული აქვს, რომელსაც აქ წარმომადგენლობა აქვს და გაკვირდება ყველაფერს, შეუსწორე? ესე იგი რაღაცით გაზარდე, ხო სწორია? 240.000-ით. რის ხარჯზე ხალხი გარბის ქვეყნა? 240.000 კაცი მარტო შარშან წავიდა ქვეყნიდან. და შენ შეავს ეს 40 და კიდე გადაუმატე 240.000, ამიტომ ასეთი რამები რო არ მოხდეს, ამას შეუძლია მხოლოდ ძალა, რომელიც იტყვის ქართულ მომავალს, ეს არ შეშვენის. ამიტომ კეთილი ინებეთ, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა გინდათ, დავაჯინოთ ერთ ადგილზე, შევთანხმდეთ თავარ წესებზე, რაც გითხარით, ღმერთმა ხელი თქვენ თუ ლიბერალი ხართ და მეტყვით რომ მე ბიძია შენზე უკეთესად გავაკეთებ ამ ქართულ საქმეს ლიბერალური შეხედულებებით. აგირჩევს ხალხი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვერ გააკეთებ გადაგირჩევთ ეს გვინდა ჩვენ თორე ჩვენ აქ ვერც დინასტიას ავაგებთ ეს უაზრობა ვერ აღვადგენთ არც არაფერი არ არა უნდა ვერც ახალს მოვიგონებთ ჯერჯერობით იმიტომ რომ ჯერჯერობით ამ უბედურობის გარდა უკეთესი ვიდრე ეს პროცედურებია მონაცვლეობა როგორ მოხდეს ხელისუფლება არა გვაქვს ხო ხვალდაზე რა იქნება ვერ გეტყვით მაგრამ ჯერჯერობით არა გვაქვს ამიტომ ეს გვინდა ამის წინააღმდეგ როცა ადამიანი წახვალ თქვენ უნდა დამისაბუთოთ მე აბა რა გინდა ვერ გავიგე მე არ მოგწონვარ ნუ მოგწონვარ კაცო მე ჩემი ქვეყანა ვინდა გინდა შენი ქვეყანა მოდი ერთად დავდგეთ მე თქვენ ვერ ამირჩევთ მე შენ ასარჩევად კი არ გელაპარაკები მე ერთ-ერთ გადაცემაში მე რამდენჯერ მე რომ საუბრობდე რომ აი მე მინდა არჩევნებში მონაწილეობა ცოტა დაიჭვებით უნდა შემხვდეთოთ ხო სწორი რატო იმიტომ რომ ამ კაც პოლიტიკური რაღაცა მე ვიყავი იმ სამარცხვინო ადგილზე საქართველოს პარლამენტი რო ქვია გეუბნებით მე კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ფრაქციის ლიდერი ვიყავი, ამიტომ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. 235 დეპუტატი იყო და 15 კაცის გარდა საქმის კურსში არ იყო არავინ. ასე ახლა კიდევ 15 კაცი თუ იყო მაშინ საქმის კურსში, ახლა 15-იც არაა. ახლა საერთოდ არავინაა ერთი კაცის გარდა. და ეს ერთი კაცი რას ფიქრობს? კაციშვილმა არ იცის, არც პარლამენტში, არც მთავრობაში და არც სხვაგან. ეხლა მინდა აი პირდაპირ მთავრობაზე უყურეთ უკვე აი უყურეთ რა ჩვენმა მეზობლებმა ერთმა ღიად მთავარმა ღიად ვისთანაც 860 კილომეტრი საზღვარი გვაქვს და გლობალური მოთამაშე იმან პირდაპირ განაცხადა რომ სანამ შენ ხელისუფლებაში ხარ ჩვენ არ გელაპარაკებით იმიტომ რომ თქვენ ხართ კოლექტიური სააკაშვილები პირდაპირ ციტირებას ვაკეთებ ეს ხო ლავროვი გამოვიდა ზახაროვამ მისმა მოადგილემად იგივე გაიმეორა და ნუ კადირომა ჩვენმა მეზობელმა თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის სანდო ანუ ნირუკა პაჟატნი გავიგეთ ეს სიგნალი მე ესე ჩავთვალე ეს იყო სიგნალი რატო გეუბნებით მაგ სიგნალი აზერბაიჯანის ჩვენ სამეზობლოსთვის რა
და იქიდან მე აზერბაიჯანმა დაიწყო იქ რაც დაიწყო ჩემთან ნუ 9 მილიონი მუქარა დაიწყო 9 მილიონი ყავდა ეს ყველა პროცედურა რომ ჩემი საქონელი სანამ გაივლის ფულს არ გიხდით იმიტომ რომ ვინახა რომ გადაგიხადო უპატრონოთ ერთი დაგდებული ქვეყანა ხარ ამ ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანის ტერიტორიაზე თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულმა არასახელისუფლო რო არ ტყუილა ბრას არ უყენება მაგრამ სოროსი იქნება ადრე იყო USAID ეხლა სოროსია ფინანსდება ჩვენი მეზობლების კონსტიტუციური ხელისუფლების ძირ გამომთვლელი ქმედებები აქციები ამ ტერიტორიიდან ფინანსდება 12 კაცია დაკავებული აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმაზე რომ შეხვიდეთ და არ გინდა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს დივნის განცხადებაც საკმარისია. ჩვენი მეზობლების გადმოსახედიდან აი ხა ჩემი თავი დავაყენე აზერბაიჯანის თავი. ბიჭო, რა ვიცი? შენ სახლიდან ყოველ 34 წელია აი თავი მომაბეზრე, აი ვიგერიებ და ვიგერიებ. ვიცი რომ შენ ვერ აკონტროლებ, ბიჭო, შენ არავინ არ გეკითხება. გავიგე. მაგრამ ეხლა როდემდე ხო? ამიტომ თავრობის კრიტიკა გავიგე, რომ ეს თავრობა უკვე არ ელაპარაკებია. გავიგე. არავინ არ ელაპარაკება. თუმცა აქამდე გაეროშიც გამოდიოდნენ, იქაც მიიყვანეს, აქაც მოკლედ, რისი თქმა მინდა ეხლა ერთი სიტყვით რა. ჩვენ საზოგადოება ამას ვიყენებთ როგორ იცით? ხელისუფლების საკრიტიკო, თუმცა ეს ყველაზე რაც აზიანებს ამ ქვეყანას, კაცო. მე პირდაპირ მოუწოდე მაგალითად, რომ სანამ თქვენ მანდაზი ხართ და რაც დიდხანს იჯდებით, მე თქვენი წასვლა ამ პრობლემას თან არ წაიღებს, კაცო, ეს მე თქვენი შვილები, ჩვენი შვილების გადასაწყვეტი იქნება და რამდენი დიდხანს იჯდებით, უფრო მძიმე გადასაწყვეტი იქნება. კითხვა მაგ ეგეთი კაცო. ვაკრიტიკოთ და ვიყოთ. ეს ხომ ის რომ არ ეძახიან, ამას ნუ გამოიყენებთ ვისთვის იცი? აი ხო ბიჭო, ჩვენც თვალები. დიახ, აბსოლუტურად სწორი ხარ. ჩვენც უყურებთ, მაგრამ რავი, ერთხელ იქნება დაიხურა თქვენ და წავადეთ. შენ რა გონი ამ პრობლემას წაიღეთ? დიახ. პირისპირ შეხვდები. გიპასუხებთ, მე ასე უყურებ ამას და ჩამოყალიბებული მაქვს ერთი-ორჯერ გავიმეორებ. ახლა იმიტომ ეს ფუნდამენტია. ჩვენ პოლიტიკა რა არის, იცით? რაც მოცემულობაა იმის საღად აღქმა უნდა შეგეძლოს. მოგწონს შენ ეს მოცემულობა, არ მოგწონს, თუ შენ ვარდისფერი სათვალით ან რაც შენ გინდა იმას დაინახავ, შენ უკვე პოლიტიკოსი აღარ ახარ, შენ არც რეალური კაცი არ ახარ. მოდი დავიწყოთ ფუძე. საქართველოს ყოველთვის კავკასიაში იყო დომინირებული სახელმწიფო. 33 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ახლა სოფლიო უზარმაზარი ცვლილებებია გეოპოლიტიკაში და ჩვენ დავჭით ყველაზე უსუსური რგოლი საქართველოში. ესაა ხელისუფლებაში, მოდი მდგომარეობა ავწეროთ. შენ ხარ უსუსური გოლი, რომელმაც დაკარგე ყველა ფუნქცია იმ რეგიონში, რომელიც წარმოადგენს სოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრს, სამხრეთ კავკასია და ეს ეპიცენტრი სოფლიო პოლიტიკისა იქნება დაახლოებით 30-40 წელი. რატო? სამხრეთ კავკასია, შუა აზია და ახლო აღმოსავლეთი არის ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც სოფლიო უზარმაზარი ინტერესია. აქ არა მარტო უდიდესი ენერგო რესურსების გაკონტროლების პრობლემა, იგივე კასპიის ბასეინი აიღეთ, იგივე ირანი აიღეთ, იქეთ კიდე ახლო აღმოსავლეთი და არამედ ტრასების კონტროლის პრობლემა. არაფერი ჯერ შეთანხმებული არ არის. ორი ფუნდამენტი. უზარმაზარი სტრატეგიული რეგიონი, რომელიც ურთიერთბლოკირებას ახდენს გავლენების მიხედვით, თავარი მოთამაშეების და სხვა არავინ არ არის თავარი მოთამაშე. არის სამი. ამერიკელები, რუსები, ჩინელები. ირანი უზარმაზარი რეგიონალური სტრატეგიული ქვეყანა არის. თურქეთი ირანზე შედარებით სუსტია, მაგრამ მნიშვნელოვანი რეგიონალური ქვეყანაა. არის გლობალური სამხრეთი, რომელიც ერთიანი მეუმხრობლობის პოლიტიკით გამოდის, არის
სამხრეთ კავკასია, სადაც ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც დღევანდელობა ვერ გაიგო, არის ქართული ხელისუფლება. ახლა კი არა, კაი ხანია, იმიტომ რომ ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებული. სამაგიეროდ იქნა ყალბი ორიენტირები აღებული და კონსტიტუციაში გავაფორმეთ ის, რასაც 2007 წლის მერე არგუმენტირებულად მშვიდად ხსნი, რომ ეს არ მოხდება. სამხრეთ კავკასიის ვერც ერთი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება. რატომო, როცა მკითხეს, აი ებერტის ფონდის მიწვევით სომხეთში ვიყავი 2007 წელს და იქ ერთი ლექციის ნაცვლად 4 წამაკითხეს და სხვათა შორის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყვნენ ყველა წამყვანი პოლიტიკური ტელეშოუს მთავარი პირები იყვნენ და ასე შემდეგ. მე ვთქვი, რომ ეს არის უბრალოდ პროპაგანდა რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის ზეწოლა რუსეთზე და შეუძლებელია საქართველოს ან უკრაინა იყოს. მე 2007 წელია, რატომ მომითხნე? რატომ და თუ ეს მოხდა, მაშინ გეოპოლიტიკის მდგომარეობა, გეოპოლიტიკური მდგომარეობა იცვლება მსოფლიოში. იმიტომ რომ საქართველოს პლატფორმა ნატოსთვის პირველი ნაბიჯი რაც იქნება აბსოლუტურად ცნობილი. სამხრეთ ისე ჩრდილო კავკასიის აფეთქება, კი იცით თქვენ რანაირ რეგიონში, დაღესტანი განსაკუთრებით, მე იქ ნამყოფი ვარ და ყველასთან შეხვედრილი ვარ. ხელისუფლების უმაღლესი პირები, მუფტი, მეცნიერები, სტუდენტები. და მე ასტრახანის გავლით ბოლგისპირეთის მუსულმანური უზარმაზარი ფედერალური წარმონაქმნების აფეთქება, ხო, როგორც არის თათრეთი, ბაშკოროსტანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ სიტუაციაში შენი ერთადერთი პოლიტიკა არის, მე გეუბნებით აბსტრაქტულად, ახლა რომელი ხელისუფალიც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს ხელისუფალი, მე მაინტერესებს ამ სახელმწიფოს სათავეში თუ ამ თავარ მიზანს ემსახურება, ხო სწორია? რა არის? შენ თუ რაღაც ფუნქცია არ აიღე, სოფლიო გადანაწილება მიდის, ხო? შენ თუ იმდენად უჭკუო ხარ, რომ 700-წლოვან გამანადგურებელ პოლიტიკას ინარჩუნებ, რომ პატრონს ეძებ, მე არ მოგეწონება ის პატრონი უღალატებ ამას და მეორე პატრონს ეძებ, რასაც ვაკეთებდით, ხო, ყოველთვის ეს ხო ისტორიული ჩვენ უმალავთ ჩვენ თავს ისტორია. ხო, ასე იყო, ხო? ეხლა ჩვენ რა ვქნათ, ამერიკის მეგობარი გავხდეთ უცებ და რუსეთს ვეომოთ თუ რუსეთის მეგობარი გავხდეთ და ამერიკას ვეომოთ. გავისრისებით. ნებისმიერი მიმართულებით არასწორი ნაბიჯი გამთავრებს. როგორც აბა რა ვქნათ? რატი შენ ფუნქცია დაგეკისრა თუ აიღებ შენ თავზე ამას, სოფლიო თავარი მოთამაშეების სამხრეთ კავკასიისადმი ინტერესი არის მთავარი. ახლა დავალაგოთ ეს ინტერესი. რა უნდა რუსეთს? პირველი, ზუსტად უნდა დავალაგოთ. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიცით მთავარი მოთამაშეების სურვილი რა არის, რუსების მთავარი მიზანია იმ უზარმაზარ ენერგორესურსებზე გარკვეული კონტროლი კონდეს და ტრასებზე კონდეს კონტროლი და ეს მისთვის არის უსაფრთხოების გარანტი. რატომ? თუ ის სამხრეთ კავკასიაზე დაკარგავს მთლიანად კონტროლს, შუა აზია იქნება შემდეგი და მაშინ ის რაც 1857 წელს დაიწყო ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიების დაჯახება ყველგან და ყველაფერში. რატომ? ინდოეთის საფრთხე ჰქონდათ ინგლისს რო წაართმევდა რუსები, იმიტომ რომ ინდოეთის ოკეანეში გავლა უნდათ, ამიტომ მთელი ეს ზოლი აუფეთქეს. ჩვენ მაგას შევეწირეთ. ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ 21 წლის ძალიან სუსტი ხელისუფლების დამხობის თავარი მიზეზი იყო უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა, როცა ჩვენ დავიწყეთ ამ დიდ თამაში მონაწილეობა ისე ერთის სასარგებლოდ, მეორე საწინააღმდეგოდ, რომ არ ვიფიქრეთ რა პროცესი მიდიოდა. მიდის რუსეთის იზოლაციის პროცესი. თუ რუსები ჩაკეტილი აღმოჩნდნენ ჩრდილო ნახევარსფეროში და აქ ნატო და იგივე ნატო არაფერი არ არის ამერიკა იქნა ერთადერთი განსაზღვრული პოლიტიკისა, მაშინ ამ უზარმაზარ ნავთობს, ამ ტრასებს, ტვირთების ლოგისტიკურ ჯაჭვებს, ყველაფერს გააკონტროლებს ამერიკა
და რუსული ნავთობი მოექცევა იზოლაციაში და რუსეთი მოექცევა იზოლაციაში და იმისთვის რომ მას რაიმე გასაღების საშუალება მისცენ, მას ნებართვა უნდა მისცენ. ესე იგი, რუსეთის მთავარი პრობლემა კავკასიაში არა საქართველოს სიძულვილია, კიდე გეუბნებით, აი წმინდა პრაგმატულია. ტრასები და უსაფრთხოება. ენერგორესურსების კონტროლი. ამერიკელების მთავარი მიზანი კავკასიაში. რუსების იზოლაცია თავარი. რუსებს უსაფრთხოების პრობლემა აქვს და ამერიკელებს იზოლაციის პრობლემა აქვს რუსეთისა და ტრასებზე კონტროლი. აი ძალიან თუთ მომეცით ბოლო დრო ირანი არის აი სასწაული დღეს თუ გადახედეთ რუსულთა ინფორმაციას. აი ის რომ რუსეთის იზოლაცია არის მთავარი მიზანი და ტრასების გაკონტროლება, აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ. ესე იგი, ამ შემთხვევაში ჩვენ რომელიმე მხარის დაკავება მოგცემს აბსოლუტურად უარყოფით შედეგს, ამიტომ ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო რომ მიუმხრობელი უნდა დარჩეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამერიკელებთან, უნდა ვიმუშაოთ რუსებთან, ვიმუშაოთ ჩინეთთან, მაგრამ ისევე როგორც გლობალურმა სამხრეთმა უთხრა, ჩვენ თქვენთან თანამშრომლობთ, მაგრამ ჩვენი იმედი რომ თქვენ ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ ვიმოქმედებთ არ იქნება. დღეს გლობალური საფრთხეთი სერიოზულ როლს თამაშობს გლობალურ პოლიტიკაში, მაგრამ ისინი მიუმხრობლობის პოზიციაზე ჩვენ იძულებული ვართ მიუმხრობლები ვიყოთ. არავითარი ნეიტრალიტეტი თქვენ არ გამოგივათ, რატომ იცით? აქ ნეიტრალური რომ იყოს, სამი მთავარი მოთამაშე უნდა შეთანხმდეს, რომ საქართველოს როგორც ნეიტრალური ზონა აწყობთ გარკვეული ფუნქციების აღების გამო. ჯერჯერობით ეს არ არის, არც იქნება, იმიტომ რომ ეს ძალიან სტრატეგიული ზონა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. საქართველოს თავისი უსუსური პოლიტიკის გამო შიგა წინააღმდეგობა ყველა მიცის, კონსტიტუციური რეჟიმი დარღვეულია, მოდი რვის ვატყუებთ, კონსტიტუცია არ მუშაობს, იმიტომ რომ ქვეყანა არის არაფორმალურ მმართველობაში. კაცი, რომელიც არ არის კონსტიტუციურ სისტემაში, მართავს ქვეყანას თავიდან ბოლომდე. კარგი კაცია, ცუდი კაცია, არ ვსაუბრობ ამაზე, მე გეუბნებით ფაქტს, ამას ხომ მსოფლიო უყურებს. ესე იგი, შენ ხარ არას რატო? რაკნან ახლა ბიძინა ივანიშვილი მიიწვიან მსოფლიო ფორუმებზე? ან ამერიკელები დაელაპარაკონ მათ გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებაზე კი, მაგრამ ხვალ რო სხვა ხელისუფლება მოვიდეს, ამ არაფორმალურ კაცს რო უთანხმდებოდი, არ ეთქვის ამერიკელებს და ჩაიშლება ხო ყველაფერი, ამიტომ ამაზე ასეთ უზარმაზარ ცვლილებების პერიოდში არავინ არ წავა, ამიტომ გააკეთეს იზოლაცია და სამაგიეროდ სომხებს დაათმობინეს აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაათმობინეს ეს აზერბაიჯანმა კი არ მოუგო ისრაელი, თურქეთი, ბრიტანეთი ამ სქემას ამუშავებდნენ რომ საქართველოს რაკი გაუგებარი ქვეყანაა და თანაც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით მოხდეს ამ თავარი ტრასის ესე იგი გენერირება რაც მე ეჭვმეპარება მაგრამ ჯერჯერობით ასეა ამიტომ უფუნქციობა შიგა წინააღმდეგობა, რაზეც აგებს დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკას, შიგა დაპირი მოლაპარაკებებზე კი არ აგებს და ნაბიჯს კი არ დგამს დასალაგებად პირიქით. მე ვარ თეთრი, ეს არის შავი, თუ მე არ ამირჩევთ, მოვა შავი, ვითომ საქართველოში ან ერთის, ან მეორეს შემცვლელი ხალხი არ იყოს. კიდე გეუბნებით, ქართველთა და დიდი გაერთიანების ერთ-ერთი სტიმულირების თავარი მიმართულება რა იყო, ჩვენ ვაჩვენებთ თელ საქართველოს რა მაგარი ღირსეული ხალხია საქართველოში. ჩვენ ყველას მივცემთ რეკომენდაციას, ამიტომ გვინდა ეს ძალა და მე ქართველები გადაწყვეტენ ვინ არის კარგი, რაც ქვია არ არის. აბა სხვა არავინ არ არისო და რაც ქვია არ არის. ესე იგი, მაშინ თქვენ მიაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა უკვე ქართველების აღარ იქნება. აი ეს არის მთავარი ფუნქციონალური დაკარგვა კონსტიტუციური რეჟიმიდან გასვლა ისედაც არალეგიტიმური ხარ სამხედრო გადატრიალების გამო და ახლა 2024 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ არალეგიტიმური ხარ, იმიტომ რომ გადაგდებებზე თამაში პოლიტიკაში არ შეიძლება. არ შეიძლება. გეთახმებით. რას ქმნის ბოლო და შემდეგ უკვე თქვენ თავარი სოფლიო ისე ვითარდება, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მნიშვნელოვანი ხდება თუ იქ ფუნქცია დაკავებული
სახელმწიფოა და მას ავტორიტეტული ხალხი მართავს. დღეს მცირე ქვეყნის ლიდერი თუ ის ავტორიტეტია, პოლიტიკაში ავტორიტეტი რა არის? თქვენ უნდა იყოთ კითხვადი, თქვენ უნდა იყოთ სიტყვის პატრონი, თქვენ უნდა იყოთ ვალდებულებების პატრონი, თქვენ უნდა იყოთ ამ დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების უწვრილმანეს დეტალების ცოდნა რომ შეცდომა არ დაუშვათ. აი ეს არის არაფერი ჩვენ არა გვაქვს და არაბიზაცია გავხადეთ, ანუ გვიკეთებენ ამას, იმიტომ რომ ასეთი უფუნქციო ქვეყანა არ შეიძლება არსებობდეს. ბატონო დებულ, ალბათ კითხვები მაქვს, აი უბრალოდ, მაგრამ ეხლა უნდა ალბათ კიდე მოგვიწევს ჩვენ შეხვედრა. ეხლა მაინტერესებს ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ჯერ მინდა თქვენი ანალიზი მაინტერესებს დაოსში. ეს რა იყო? ეს რა იყო, რა ვნახეთ, კაცო? ესეთი რამე არ უნდა მეკაცო. კანადის პრემიერ-მინისტრმა ამოაყირავა ყველაფერი. ეს მე ეგეთი რამაც მე წარმოვიდგინე და რაც თავარია, მაგრამ სამ კითხვა იქნება და აზრი აღარ შეგაწყვეტინოთ. უყურეთ, მე ერთ რუსეთში ჩართვა მქონდა ესე პირდაპირ, მე ჩემს სოციოლოგიაში დავდე. ვეკითხები ამ რუს პოლკოვნიკ კაცს. უყურე მე ვთქვი, ამერიკელებს რა, გრენლანდიაში რა ჯარი არ აყავთ, რამე უნდა და ვერ წაიღებენ, ვინმე ხელს შეუშლით. პირიქით ის მეფე ეთქვის მოგდონდი კაცო, რა ის 100.000 200.000 ჯარი ჩააყენით თუ გინდა. ის გინდათ ნატოს ეგიდით. რაც გინდა კაცო, თუ გინდა კაცო ჟუჟუნა დაარქე, ოღონდ შენ კაცო. მე რატომ უნდა მაინდა-მაინც, აი რატო უღირს რომ გააბრაზოს ისედაც მისი მოკავშირე როცა შეუძლია გაბრაზების გარეშე ეს გაკეთოს და არა ბოლოს ძალიან თქო მესამე კითხვა არის ყველა მთელი მსოფლიო ხა მაგაზე ლაპარაკობს დღეს რუსული ფედერალური არხები და ყველა ლიბერალური ტელევიზიებიც საზღვარგარეთ საქართველოს გარდა რა თქმა უნდა იწყებს ირანთან ამ დიდი არმადა მე მინდა ამას დავუთოთ დიდი დრო უყურეთ კატაკლიზმები, რასაც ეს ის ხო არის მარტო ირანს, ამას ხო თავის კატაკლიზმები, ტორვილების და იქ სრუტეების ეკონომიკაზე გავლენები და მე მინდა ქართულ საზოგადოებას თქვენი შეხედულება მოსალოდნელი თუ კი ეს მოხდა და რომ მოხდება ამაზე ახლა არ უნდა ახლა ვერ შეეგუება ესეთ რაღაცას, ამიტომ რა შეიძლება კატაკლიზმები გამოიწვიოს როგორც კავკასიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. აი ეს სამი კითხვა ძალიან კარგი კითხვა, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რა კი გრენლანდია და ირანი ერთიან პოლიტიკურ კონტექსტში უნდა გავიხილოთ, აუცილებლად ირანიდან დავიწყებ, რატომ ირანი? პირველი, ეს არა მარტო მუნდიდრესი სახელმწიფოა, არა მარტო უზარმაზარი ცივილიზაცია, ერთ-ერთი პირველი დიდი ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიაში, ხო? 80 მილიონზე მეტი ადამიანით, ხო? და სტრატეგიული ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების ორი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის ორბიტაზეა და მათთან ურთიერთკავშირშია. ეს არის უსაშუალოდ სტრატეგიული წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის, იმიტომ რომ თუ ირანი ამოვარდა სამხრეთ კავკასია განწირულია თავიდან ბოლომდე, მაშინ რუსეთი ინდოეთის, ანუ ჩრდილოეთის სამხრეთის გზა წყდება და პირველი დიდი ნაბიჯი გადადგმული არის რუსეთის იზოლაციისთვის. მეორე, ჩვენ არ გვინდა რომ ამ კონტექსტში ჯდება 92 წელს რაც მოხდა. პირველი რა გადაკეტეს? აფხაზეთისკენ რატომ გადაკეტეს? რომ სამხრეთს ტვირთი არ ქონოდა და არა. სწორედ ეს სამხრეთ ჩრდილოეთის აბსოლუტურად კავშირი ყოფილი ჩვენ ესეც ვერ გაგვირკვევია ჯერ. ესე იგი, მეორე ჩინეთი. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ჩინეთი ამერიკისთვის, მაგრამ აქ არის ურთულესი რამ. ჩინეთის დამარცხება დიდ ომში თუ რუსები არ არიან ჩინეთის მხარეს, ჩათვალეთ, რომ ეს არის დიდი მსხვერპლი, მაგრამ ძალიან მოწყვლადი რამე, მაგრამ დიდი ომი ჩინეთთან საჭირო არ არის. ჩინეთს უნდა გადაუკეტო ყველა ლოგისტიკური ჯაჭვი და გააკონტროლო ის. ამიტომ არის, ესე იგი, გრენლანდია
ამის ერთ-ერთი მთავარი საყდენი, თორე კი იქ სიმდიდრეებია, მაგრამ ნახეთ რა არის კლიმატის ცვლილებამ ჩრდილო ოკეანე გახადა სანაოსნო. თუ შენ ამ გზით ტვირთებს ყველაზე მოკლე და იაფი გზა არის ევროპაში ტვირთები გადაკიდოს, არადა ჩინეთის ეკონომიკა ექსპორტზეა აგებული და მოწყვლადია, საშინლად მოწყვლადია. მაშინ შენ გადაჯგუფება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არაფერს არ გაძლევს. რატო უნდა ამერიკელებს ნატოს ნათვლად, ახალი ნატო აქ გაკეთება? იმიტომ რომ ყველა ტრასას გააკონტროლებს ჩინელებისა. თუ საჭირო იქნება გადაუკეთებს ამას და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოახდენს, ხო? ირანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია ნავთობისა, საკმაოდ იაფი ნავთობისა და თუ თქვენ ირანს გადაკეტავთ, მაშინ ორმუზის ყურეში მსოფლიო ნავთობის მოთხოვნის 30% გადის ორმუზის ყურიდან. მაშინ დათვლილია რომ ბარელი ნავთობის ფასი იქნება $200. $200-იან ნავთობის ფასს ჩინეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება. ჩინეთი ისედაც პრობლემური ქვეყანაა ეკონომიკის მართვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის ცენტრალიზაცია მართვის ეფექტურობას ვერ უზრუნველყოფს. თუ პოლიტიკურში ეფექტურია, არაპოლიტიკურ სფეროებში ეფექტური ვერ არის. მეორე, ბოლო დღეებია სამხედრო საბჭო ჩინეთისა დაცარიელდა, იმიტომ რომ ყველა დაჭერილია გარდა ერთი ახალი წევრისა, სი არის მთავარი ამ ის არის. ჩვენ კარგად არ ვიცით თვითონ პოლიტიკური სტრუქტურა და ეთნიკური და რეგიონალური სტრუქტურა ჩინელებისა. ჩინეთში ყოველთვის იყო დომინირებული მთავარი ელიტა სამხედროები. ამიტომ სი ადრე თუ გვიან ჩანაცვლებული იქნება სამხედროებით. ეს პროცესი მიდის. ადარებენ ერთმა ძალიან მაგარმა ჩინოლოგმა, რომელიც იქ დიდხანს ცხოვრობდა, ვავილოვმა შეადარა ტუხაჩევსკის წმენდა სტალინის მიერ და დღევანდელი სის აქციელი ომის წინ იყო ეს ყველაფერი, ხო? ახლა არის ნიუანსები, რომელზეც ახლა არ გავჩერდები, მაგრამ თვითონ ჩინეთში დაწყებულია მოძრაობა. ჯერ ერთი ჩვენ ჩინეთი გონია ერთიანი და დაახლოებით ჩინეთი ისეთია, როგორც სლავური სამყარო. რუსეთი, პოლონეთი და ასე შემდეგ და რაიმე საერთო აქვთ ისეთი, რომ კულტ არ ვითარ. ეს ჩინეთიც მხოლოდ ის პროვინციები რო არის, ეს სულ სხვადასხვა ელიტებია. სულ სხვადასხვანაირი ფსიქოლოგია აქვს და სულ სხვადასხვანაირი ინტერესები აქვს. შანხაის ჯგუფი, რომელიც წინაყრილობაზე დაამარცხას, მათ უწოდებენ კომკავშირლებს. ეს არის დასავლეთზე ორიენტირებული. ხოცით? ზუსტად კომკავშირლებს ასე უძახიან, მათ ეს არის დაახლოებით ჩვენი სააკაშვილის ჯგუფი. აი ასეთი, მეტი არაფერი. და ეხლა დაიწყო წინააღმდეგობა, იმიტომ რომ სამხედროები გძნობენ იმას, რომ ადრე თუ გვიან ჭირდებათ ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა. ნახეთ რა მოხდა. უნდა ავხსნა ეს ყველაფერი. რუსებმა ძალიან მოქნილად გადაიყვანეს სამხედრო რელსებზე ეკონომიკა და არანორმალური ტემპებით უშვებენ ყველაფერს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ქართველების გასაგონად ვამბობთ, ვისაც გონია იქ ჟანგიანი ტანკები რო აქვს, ხო? კიდე გეუბნებით, მე რომ მინახავს ჯერ მარტო ის რაც მე მინახავს, ხო? და ახლა მით უმეტეს. ხო, ჟანგიანი ტანკები კი არა, 5 წელი ჭირდება ჩინეთს, რომ ტექნოლოგიურად დაეწიოს რუსებს. და შეერთებული შტატების უპირატესობა დღეს სამხედრო ტექნოლოგიებში განულებულია, პირიქით ჩამორჩებიან და თქვენ წარმოიდგინეთ იმ თეთრი სახლის LGBT დროში დგა, იმ ვოუკიზმა, იმ 30 წელი უსუსურმა როგორ შეიძლება კაცო ბოდიში, მაგრამ ტრაკის მიცემა გაუხადო ხალხს იდეოლოგია და პოლიტიკის, ესე იგი, ფუძე და დაგანგრია. მოусმინეთ უსაშველოდ ცოდნე ამერიკელ ექსპერტებს, ლარი ჯონსონი, რომელიც 20 წელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ეს ცენტრალური სადაზვერვო სამსახუროს ანალიტიკოსი, ყოველდღე უდევდა მსოფლიო ანალიზს.
როგორ შეიძლება კაცი იყოს ყოფილი? ანალიტიკოსი არ შეიძლება იყოს ყოფილი. სკოტ რიტერი, რომელიც ცენტრალური სოფლიო იარაღის კონტროლი და რა ევალებოდა და სად არ არის. კაცი ამბობს უკვე ყველაფერს, ღიად ამბობს. ესე იგი, სამხედროები რატომ ცდილობენ სის გადაგდებას? სამხედრო რელსებზე უნდა სასწრაფოდ გადაიყვანონ ჩინელი. ეხლა ნახეთ ამერიკელებმა რა გააკეთეს? ამერიკელები შევიდნენ ამ იდიოტიზმ ამერიკაში, რასაც ნეოლიბერალიზმი ქვია და დერეგულაცია და ესე ხო იცი სახელმწიფო არ უნდა ჩაერთოს. დედა უტირა ამერიკის. ეხლა რაგთან ხელისუფლებს ტრამპი უზარმაზარი ელიტის წარმოადგენს. შევიდნენ ყველა ამ კორპორაციაში, რომელიც სამრეწველო სამხედრო კომპლექსს ეხება, ჩაუჯდნენ მართვაში, აუგზავნეს დივიდენდების გაცემა, სანამ შედეგი არ იქნება. ხელფასების ჭერები დაუწესეს და იწყებენ დაგვიანებით, მაგრამ ამერიკის ეკონომიკა გადადის სამხედრო რელსებზე. ამ სიტუაციაში მხოლოდ სამხედრო რუსეთი როდის დაიქცა, იცით? როდესაც 1916 წელს რუსეთის იმპერიის ყველაზე ძლიერმა ორგანომ, რასაც თავდაცვის სამინისტრო და კონდაზვერვა ქვიოდა, დაუდო წერილი ნიკოლოზ მეორეს, ამ უვარგის, ნამდვილად უვარგის მეფეს, რომ 20-25 წლის შემდეგ იქნება მსოფლიოს დიდი ომი, სადაც რუსეთი განადგურდება თავიდან ბოლომდე, ამიტომ სასწრაფოდ სამხედრო რელსებზე გადაყვანა, მრეწველობის წამოწევა და ასე შემდეგ და მოხდა ის, რომ ნიკოლოზ მეორემ არ გასცა პასუხი თავის უმთავრეს საყრდენს, რასაც ქვიოდა თავდაცვის სამინისტრო, მისი შტაბი ის ყველაზე პატრიოტი რუსები იყვნენ და მაშინ იყო, როდესაც სამხედროები მიხვდნენ რაშიც ეკო საქმე და დაუწყეს ძებნა იმ რევოლუციონერებში, იმ ხალხს, რომლებიც რუსეთის შენარჩუნებაზე იმუშავებდნენ და სამი კაცი აარჩიეს: სტალინი, ურიცკი და წერჟინსკი. არავითარი 1917 წლის რევოლუცია ლენინს არ მოუხდენია. ეს ზღაპრებშია გახვეული ყველაფერი. სწორედ სამხედროებმა გააკეთეს, სტალინი ხელმძღვანელობდა იმ რევოლუციას, რატო გეუბნები, ლენინი ჩამალული ყავდათ და ჩაკეტილი ყავდათ და სტალინმა და სამხედროებმა იცოდნენ, სად იყო ჩაკეტილი, მე რატო გეუბნებით. 20 ზუსტად 1 წელიწადში შეცდნენ ის სამხედრო ანალიტიკოსები რუსეთის იმპერიისა, რომ მსოფლიო ომი იქნებოდა. მეორე მსოფლიო ომი. პირველმა მხოლოდ მთავარი მიზანი შეასრულა, კონტინენტალური 6 იმპერია დაშალა, მაგრამ არაფერი არ გადაწყვიტა. მთავარი უნდა გადაეწყვიტა მეორე მსოფლიო ომი. ზუსტად იგივე მდგომარეობა ახლა. იმიტომ ხდება დაპირისპირება და იმიტომ უნდა და რესურსებზე კონტროლის დამყარება, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის, სად იქნება ყველაზე სწრაფი. სამრეწველო პოტენციალი სად იქნება, ამას კი რესურსები ჭირდება, ამას იშვიათი მეტალები ჭირდება, იმ ახალ ნოვაციურ, რომ იტყვიან წარმონაქმნებს ჭირდება, ამიტომ გრენლანდია სიმდიდრეა, არქტიკაში უზარმაზარი სიმდიდრეა, რუსეთში კოლოსალური სიმდიდრეა, ჩინეთი აკონტროლებს იშვიათი მეტალების მსოფლიო ბაზრის 70%, მხოლოდ მას აქვს ტექნოლოგიები გადამუშავებისა, რუსებიც ვაგონებში ტვირთავენ თავის მადანს, მე აქვს ჩინეთში, იქ როგორ აიცი ცენტრიფუგები და ესენია, ფრაქციებად უნდა დაიშალოს რამდენიმე საფეხურიანია, ურთულესი ტექნოლოგიებია, ხო? თუ ჩინეთი ასე განვითარდება, არ ეგონათ, ამერიკელებმა შემოიყვანეს, ხო ჩინეთი ამ სისტემაში, თავის სისტემაში, რატომ დაანგრიეს და იწყებენ იმ ძველი სისტემის დაანგრევას ანგლოსაქსები, თვითონ ამერიკელები. იმიტომ რომ გაეპარათ ის თვითონ LGBT-ს გაეკიდნენ და ჩინეთი, ინდოეთი აგერ წამოიწიდნენ, სულ ცოტაც და ჩინეთი გახდებოდა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ქვეყანა. მაშინ როცა საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები იყო მსოფლიოს ორი მეცნიერული ქვეყანა. რუსეთი წააქციეს 90-იანებში და ერთი 10 წელი ჭირდება კიდე რომ ამოვიდეს იმ ჭაობიდან,
საიდანაც პირველი დიდი ხელი ამოყვანის ამერიკელებმა გაუკეთეს 2022 წელს, როცა იმ პროვოკაციაში შეიტყვეს, როცა კი იცი თქვენ რუსების ხასიათი იმათ ეგზისტენციალურ საფრთხეს თუ არ შეუქმნი, ერთი ბეზალაბერნი ხალხია მოკეიფე, ესე ხო? ესე იგი, თუ ირანი წაიქცა, მაშინ ორი კურდღელი ერთდროულად იქნება დაჭერილი. შესუსტებული იქნება რუსეთი და მაშინ ამერიკელებს მეტი შანსი აქვს, რომ რუსები მიიმხრონ, რუსეთი და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები არასდროს არ იქნებიან. იმიტომ რომ ორივე დიდი ამბიციის მქონე. ამათ ხო იცით, მესამე რომი და ეს შემთხვევითი არ არის, ხო? ამიტომ პუტინი იქნება, კონსტანტინოვი იქნება, არანაირი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთში მხოლოდ 3 ელიტა დღისათვის და ბოლო 30 წელი ეს არის სპეცსამსახურების ელიტა. ეს არის სამხედროების ელიტა. ყველაზე პატრიოტული ყოველთვის სამხედრო ელიტა იყო, ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროიდან დაწყებული და რომანოვების დინასტიიდან დაწყებული და მესამე არის 90 წლიანებში გაჩენილი ნეოლიბერალური ელიტა, რომელიც გარედან იმართება. ანუ ის მეხუთე კოლონა, რომელსაც ეკონომიკურ, ფინანსური ყველაფერი ჩაგდებული აქვს ხელში, მათ შორის დღეს სილუანოვი, ეს ეროვნული ბანკი, რასაც ქვია, იქაური ცენტრალური ბანკი, ყველა სამინისტრო, ესენი გრეფი და ასე შემდეგ, ხო? ეს ელიტა ჯერ არ აქვს დამარცხებული, არ აქვს დამარცხებული, ამიტომ შიგა დაპირისპირება მაღალია რუსეთში და იგივე დაპირისპირებამ გადაინაცვლა ჩინეთში. ამიტომ ჩინეთი რომ სწრაფად იქნას გაცილებით ადრე მოხუთული, მას ირანი უნდა დაუკეტო. და ამით უზარმაზარი რამ, ესე იგი, ჩაიდინო, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება ირანთან მიმართებაში. ყველა მიცით რა არის, ხო? ირანმა იძულებული იყო და იმდენად მაგრად განავითარა მეცნიერება და განათლება, ფანტასტიკური შედეგები დადო ტექნიკის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ თქვენ ირანელი სპეცსამსახურების ჰაკერებმა შეაღწიეს ცახალის პროგრამაში და 4 თვე ცახალს მართავდნენ, ისე რომ ცახალი აზრზე არ იყო, ანუ ისრაელის არმიას. ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რაშიც უცებ შეწყდა 12 დღიანი ომი ისრაელ-ირანისა იყო ის, რომ ბალისტიკური რაკეტები ამ დონის თუ ქონდათ ირანს, რო გაგრძელებულიყო, კიდეც ისრაელიდან არაფერი არ დარჩებოდა. ამიტომ შეწყვიტეს ეს ომი. ეხლა თუ დააყენა ამერიკელები მიდიან, მაგრამ რუსებმა მაშინ როდესაც ამ რამდენიმე დღის უკან აი არეულობები რომ იყო ირანში, მაშინ გააფრთხილეს ამერიკელები, რომ ყველა ავიამზიდს რუსები მიეხმარებიან და მის რაკეტებით დაძირავენ. წარმოიდგინეთ თქვენ რუსეთის დღევანდელ რაკეტებს დაცვა არ აქვს. ვერავინ ვერ დაიცილებს, ერთადერთი დაცვის სისტემა არსებობს S500, მაგრამ ესეც რუსების არის. ესე იგი, ეხლა ხდება ის, რაც მე მგონი, რომ რაღაც მთავარ პარამეტრებში არ შეიძლება, ერთი მხრივ ფიქრობ, რომ არ შეიძლება არ იყოს შეთანხმებული, მეორე მხრივ ფიქრობ, რომ ფაქტიურად შეუძლებელია შეთანხმება. რატომ? ამერიკელები მართალია ანკორიჯში სერიოზულად მოერაპავებენ რაღაცას პუტინს, მაგრამ ანგლოსაქსონური ბინება ვინც იცის, ისინი ყველანაირად ცდილობენ ახლა რუსებს ზეწოლა გაუკეთონ და თუ მოხდება ის, რომ 3 ავიამზიდიდან ერთ-ერთი მაინც დაუძირეს, ეს არის პრესტიჟის თვალსაზრისით შეერთებულ შტატებზე უზარმაზარი დარტყმა და მე ვერ გეტყვით ან ბირთვულ ომში უნდა გადავიდეს ყველაფერი, იმიტომ რომ არც რუსეთში არიან სულელები, არც ჩინეთში არიან სულელები. მათ ხო იციან, რომ მომავალი დამთავრებულია. მათი უნდა იყვნენ დაქვემდებარებული მარიონეტული სახელმწიფოები. ან და თუ ასე მიუშვებენ საქმეს, განადგურდებიან. ჩინეთთან ომი საჭირო არ არის. უნდა დაუხურო ირანი, არაბებს თვითონ აკონტროლებენ, საკმაოდ კარგად ამერიკელები, რა დარჩება? $200 ნავთობით ეკონომიკის პირობებში დამატებული ღირებულების შექმნა შეუძლებელია.
დამატებული ღირებულება, რაღაცაში ხო უნდა ჩადო, რაღაც დახარჯო და რაღაც გააკეთო, ხო? ამ ხელაფასები თუ ეკნა თვითღირებულებას, შენ როგორ შეგიძლია იქ რაიმე მოიგო, ხო? ამიტომ ირანი არის სტრატეგიული სახელმწიფო, რომელმაც უნდა ანასე, ან უნდა გადარჩეს, ან უნდა დაინგრეს და მაშინ დანარჩენი ორი თავარი სახელმწიფო გაცილებით დიდი კონტროლს ქვეშ დაემა. არ იფიქროთ, რომ ამერიკელები სუსტები არ არიან სუსტები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამ წუთში პირდაპირ ომი აწარმოონ რუსეთთან. რუსეთთან პირდაპირ ომის წარმოება ამერიკელებს რომ შეძლებოდათ, უკრაინა ამიტომ მოისინჯა. უკრაინაში ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ წაიფორხილებდა რუსეთი და მაშინ ნატო შევიდოდა და გადაულიდნენ. მე რომელიმაც გავიარე რაღაც გზა, ხო? მე მაშინ წერდი, რომ ამერიკელების მათ შორის სტრატფორის დასკვნები იყო აბსოლუტურად არასწორი. კი იცი, სტრატფორი რაც არის ჩრდილოვანი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ხო სწორია, რომელიც წერს იმას, რასაც ხვები ვერაწ, ყველაფერს ვკითხულობ მე, მაგრამ გავკვირდი, იმიტომ რომ ამ ხელა უზარმაზარი ინტელექტის მქონე და იყო აყოლილი იდეოლოგიას. შეუძლებელია რუსეთის იარაღით დამარცხება, გამორიცხულია. ორი გზა არის. შიგნიდან უნდა ააფეთქო, ან და გარედან გადაუკეტო ყველაფერი და იზოლაციაში ამყოფო. აი ეს არის რუსების მთავარი პრობლემა. ამიტომ არის ისინი განსაკუთრებით ინტერესი ჩენენ კავკასიისადმი და ნუ ფიქრობენ საქართველოში, რომ ევროკავშირში გაერთიანებიან. ეს იდიოტიზმის დონეა. რატომ უკეთებს დანიას მოკავშირეს ან ევროპას ამან? ევროპის ფუნქცია დაიკარგა. ევროპას ჰქონდა უზარმაზარი ფუნქცია, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო შესაჩერებელი, რომ არ გაწითლებულიყო ყველაფერი. დღეს რაში ჭირდება ამერიკელებს ნატოს დაფინანსების 70% მისია. რაში იხადოს ფული, როცა რუსებს პირდაპირ მოელაპარაკება. ამერიკელებმა უკვე რუსებს დაელაპარაკონ და ამათ სიხარულს უზარმაზარი ისაა, ხო იცი და რუსებმა კარგად იციან, რომ მათი გზა მაინც ამერიკელებთან კავშირშია. იმიტომ რომ ჩინეთი ისტორიულად იციან და ჩინელებს არავის ისე არ ეშინიათ როგორც რუსების. აი ეს მაინც ხალხს როგორ მინდა მოკლედ აი ეს ირანის თემა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ესკალაციის შემთხვევაში კავკასიაში და პირდადად საქართველოში. იმიტომ მე რა მაქვს ხედულობაში რომ ხალხმა აქცოლი გაიგოს. გასაგებია რომ ჩინეთიც და მე თვითონ რუსების სამხედროებიდან ვიცი, ეგ ჩვენთვის არის პირდაპირ მითხრეს, ეგ ჩვენთვის არის ეგზისტენციალური საკითხია. ამიტომ გასაგებია არ დაუშვებენ, გასაგებია თუ დაჭიდათ საქართველოს ჰაიო სიტისაც გამოიყენებათ და არავინ ამათ არ შეეკითხებათ. ხო და აი რა შეიძლება, აი ჩვენ როგორ ხვდებით აი ამ მოვლენას. აი ამ ხელისუფლების გათვალისწინებით, რომელსაც თავისი წარსული თვითონაც კარგად იციან რა დღეში არიან, რა შეიძლება მოხდეს. საზოგადოება პირდაპირ როგორც არც ერთი მხარე მოსალოდნელი აი ამისთვის ყველა ლაპარაკობს, მაგრამ მოსალოდნელი აი ამისთვის საზოგადოებამ რა თარა. ნახეთ, რამდენად უსაშველოდ საშიშია კავკასიისთვის, რატომ? აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბრიტანელებმა გადაიყვანეს, კი იცი თქვენ ბრიტანელებს ფესვები ჯერ კიდევ იმპერიის დროს აქ როცა ნავთობს ამუშავებდნენ, ჩათესლილი აზერბაიჯანში და ასევე საქართველოშიც. ამიტომ ბრიტანეთის დაზვერვა ძალიან მაგრად მუშაობს საქართველოში და მათ შორის ხელისუფლებაში სერიოზული გავლენებია. ღია ტესტით ლაპარაკობთ. ჩვენი ქვეყნის მომავალზეა საუბარი და სხვა არაფერზე. აზერბაიჯანელებისა და ისრაელის ახლო ურთიერთობა იცით თქვენ? თურქეთთანაც იცით. ამიტომ აზერბაიჯანს დააწყებინა სისულელის კეთება და წინა 12 დღიანი ომი რო იყო, ირანელები თუ ითვლიან 13 მილიონს ითვლიან აზერბაიჯანს ირანში, კი იცით თქვენ ჩრდილო აზერბაიჯანი, ანუ აზერბაიჯანისთვის სამხრეთ აზერბაიჯანი, ხო? და 30 მილიონს ითვლიან აზერები. მოდი ასე ვთქვათ, 13 მილიონიდან 30 მილიონამდე, მაგრამ 12 დღიანი ომის დროს ირანში შეიკრიბნენ
ირანელი აზერბაიჯანელები და შემოუთვალეს თითისქნევით ალიევს. ეგ ჩვენ იცით თქვენ პირველ რიგში ხართ, ესე ჩვენ ვართ პირველ რიგში ირანელები, შემდეგ ვართ აზერბაიჯანელები, ამიტომ აქ იმედი არ ქონდეთ. მაგრამ ეხლა როცა სამოქალაქო არეულობა იყო, აზერბაიჯანიდან დაიწყო მოწოდებები იმისა, რომ მთელი აზერბაიჯანული იქ უმცირესობა ეროვნული ერთად დამდგარიყო და ქალაქები დაეკავებინა და ასე შემდეგ. ვერ გამოვიდა ეს ყველაფერი. ამიტომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მოწყვლადი ქვეყანა და ფაქტიურად შეიძლება საერთოდ განადგურდეს თუ ირანში რაიმე მოხდა, იმიტომ რომ აზერბაიჯანს არავინ არ გააკეთებინებს იმას, რასაც ისრაელს უნდა, იგივე თუნდაც ამერიკას უნდა, რომ ირანი შიგნიდან დაიშალოს. ვერ მოხდება, იმიტომ რომ რუსებიც არ დაუშვებენ ამას და უბრალოდ ამ პროექტს, რასაც აზერბაიჯანი ქვია, დახურავენ. რა არის აზერბაიჯანი? აზერბაიჯანი არის ნიკოლოზ მეორეს თავდაცვის სამინისტროს იმ გენერალური შტაბის კონსულტანტების სუპერპროფესიონალების პროექტი. მუსავატების პარტია არის იმ შტაბის პროექტი. ამიტომ ეს ერთი საფრთხე. მეორე, ომი თუ იქნება, ავტომატურად იქნება მიგრაცია. რა შვებით? რა შვებით? ჩვენ ყავს ხელისუფლება, კიდე გეუბნებით, აი შემიძლია ხარჯზე დავიფიცო. არანაირი პიროვნული რაიმე პირიქით, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის ხელისუფლება მაინტერესებს, რომელიც პოლიტიკურ სიშტერეშია გადავარდნილი. საშიშტერეშია. ჩვენ ყველა საფრთხეს გვიქმნის. რა პოზიცია უნდა გაიკავო? პოზიცია გაგიგონიათ როდესმე? სად მიდიან ევროპულ სტანდარტები უნდა შემოიღონ და ჩვენი მთავარი მიზანიო კობახიძე ბრძანა არის ევროკავშირში ბიჭო, შეკაი დედმამის შვილო. გასაგებია უმწიფარი ხარ. არა ხარ პოლიტიკისთვის მზად, მაგრამ სადღაც რაღაც ხო ისწავლე, მანდამაინც სოროსის იდეოლოგია მოწამლა, ასე არა ხარ აზრზე. საფრთხეს უქმნი ქვეყანას. აქ ვინდა ჩვენ ისედაც დავკარგეთ ფუნქცია, რატომ იცი? სამხრეთ კავკასიაში სამხრეთ აზერბაიჯანის დაპირისპირება რო იყო, ჩვენ კონსტრუქციული როლი ვერ შევასრულეთ. არადა აზერბაიჯანში და სომხეთში ერთადერთი ვისაც შეეძლო დადებითი გავლენა მოეხდინა ქართველებია თავისი ისტორიული გავლენების გამო. ჩვენ ოქენით დავფხრიწეთ ეს ჩვენი საუკუნეებით მოპოვებული ავტორიტეტი და გადავყარეთ წყალში, ხო? ახლა ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს, არის სრული კატასტროფა, ესე იგი აზზე არ არიან რა ხდება, კიდე გეუბნებით. შემიძლია, აი ვისაც ისინი ენდობიან, ხო ყავთ ვიღაც ვითომ მრჩევლები, მაგათ რომ მრჩევლები ყავს, ჩვენი ქვეყნის დამაწყევარს ყავდეს მაგნაირი მრჩევლები. ყველას დაგიჯდებით, მე არაფერი თქვენგან არ მინდა. მე მჭირდება ჩემი ქვეყანა. პატა სჭირდება თქვენ საკუთარი ქვეყანა, ხო სწორია? აბა რატო ლაპარაკობ ჩვენ? ბატონდებო, კაფსომოსკაია პრავდაზე იყო, აი ეს ომები რო ჩაცხრა ირანის ელჩი რუსეთში რა, ჩართვალზე ქონდა და აი გული თუ არ გამისკდებოდა არ მეკონა რა. ესე იგი ემზადებიან ხო ვიცით ეხლა? აი ირანის ელჩი ლაპარაკობს და პარალელურად მიდის კადრების თბილისში მოწყობილი ირანული აქციები. ეს იყო პროვოკაცია. კიდე გეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას ვეუბნები. ის საზიზღრობა, ის განცხადებები, რომ 15-20,000 კაციანი ჯარი საქართველოს, ანუ მთელი ჯარი, ჩვენ თურმე ირანში უნდა შევსულიყავით ამ რა ქვია ამ სააკაშვილის მომხრეების ისა, სააკაშვილი რას წერს ზელენსკის, მე უკვე ვიცი რომ შენ ომში გაიმარჯვეო, ხო? სააკაშვილს ვიცნობ ძალიან კარგად. მე რომ მოვედი პარლამენტში რეგიონიდან, მისი პირველი ნაბიჯები იყო, რომ ჩვენ დავახლოვებულიყავით და მე ძალიან სერიოზული საუბრები მქონდა. 1 გრამით არ არის გაზრდილი მის შემდეგ. პოლიტიკურად ვამბობ. ამიტომ ირანის მხარდამჭერი, ანუ ირანის საწინააღმდეგო აქციების მოწყობა, როცა არიცი და დღეს ცნობილია, რომ თავიდან ბოლომდე იმ ირანული ვალუტის ჩამოგდება იყო ცენტრალური სადაზვერვოს და ისრაელის დაზვერვის აქცია, პლუს
ის ხალხი, რომელიც დაიხოცა, ძირითადი ნაწილი იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები, რომლებსაც ჰქონდათ Starlink-ის სიგნალების მიღების აპარატები, რომელიც რუსებმა გაშიფრეს და მისცეს და ყველაფრის საქმის ყუთში იყო ირანელები, სიგნალი გაშიფრული და Starlink-ი გაშიფრულია თავიდან ბოლომდე, ამიტომ დიდი არაფერი არ არის, უკრაინაში გაიშიფრა ჯერ კიდევ. ესე იგი, შენ ეს ოპოზიცია ბჭყალებში არაფერი ხელისუფლების ორგანიზებულია ის ცირკი, რაც 400 დღეა მიმდინარეობს რუსთაველის წინ. ხაზს უსვამ, ვისთანაც გინდა დაჯდებით. მე არა ვარ ის კაცი ტელევიზიიდან და გაზეთებიდან რო იღებს ინფორმაციას. ჩემი ცხოვრების გავლილი ცხოვრების გამო მე ცოტა სხვა მაგრამ ბატონო 82 მილიონი ირანს რო ასეთ საელჩოს წინ. ესე იგი, ამით კიდე გეუბნებით, საქართველოს ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ვამბობ. როდესაც თქვენ თბილისიდან 1200 კილომეტრით დაცილებულ თეირანს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონალური სახელმწიფო უზარმაზარი რესურსებით, შენ რუსეთთან დაპირისპირებული, ახლა ირანს უპირისპირდები და გამოდიხარ იდიოტის როლში, რომ ქვეყნის გადატრიალებას უწყობ, ხე კარგია აიათოლები, ცუდია, რა ჩემი საქმეა, ჩემთვის მთავარია მე ირანთან მქონდეს ნორმალური დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები და მე ირანი არ აღმიქვამდეს თავის მტრად. მოდი всё. ისევე როგორც მე არ უნდა აღვიქვამდე ირანს მტრად, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ირანის სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად არსებობს. მას აქვს ბერკეტები. აქვს. სამი ისტორიული მოთამაშეა სამხრეთ კავკასიაში: რუსები, თურქები და ირანელები. დაემატა ორი მოთამაშე: შეერთებული შტატები და თუ თქვენ ამაზე გაინტერესებს ეს ცალკეა, აი ბალშოვი კავკაზი, რასაც უწოდებენ გეოპოლიტიკაში, რომელშიც 8 სახელმწიფო შედის. ირანიც შედის. დიდ კავკასიაში და შენ დიდ კავკასიაში მყოფი სახელმწიფო ხარ ყველას მტერი ამ რეგიონში. ვინა ხართ თქვენ? გადავირი. გეკითხებით, ვინა ხართ თქვენ? განწიროდ გინდათ ქვეყანა? მე არ ვიცი ასე გული წამივიდა რა ეხლა ანუ გამოიკვეთა რომ რეგიონში არის მტრულად განწყობილი ქვეყანა და ანუ საქართველოს სახე. მოდი ახლა ყოფით დონეზე გადმოვიტანოთ. ერთი სადარბაზოა და დაუშვათ 8 ოჯახი ცხოვრობს. დიდი კავკასიას ვიღებ. იქ თავისთავად რუსეთი, ჩვენ სამი, თურქეთი, ირანი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. გასაგებია 8 როტოი. ერთ სადარბაზოში ცხოვრობს 8 ოჯახი. და ერთი იმდენად იდიოტია, რომ 8-ს უქმნის საფრთხეს. რასიზამ, აი, შვილები ყავს სახში, შვილიშვილი, რასიზამ. ან მოკიდებთ 7-ვე ხელს და გაათხრევთ ამას, ან დადგებით და დახურავთ მაგას, ხო სწორია? აი, ამ დღეშია დღეს საქართველოს. რატომ დემორ? 15 წუთი გადავაცეთ და მაპატიებს. ეს პირობა უნდა მოვცეთ. ჩვენ არ დაგვიმთავრებია საუბარი, უნდა გავაგრძელოთ ეს საუბარი. არა, ამას უნდა შევთანხმდეთ ახლა. ამას უნდა შევთანხმდეთ. კი ბატონო, თქვენ ხო, იმიტომ რომ აი თუ დაინახავს, მე არ მიყვარს კიდე ერთხელ რომ აქ არის ერთი მომენტი აი ტელევიზიას. ჩემს ეფასებას არ ვაკეთებ, როცა რესპონდენტი მისის. ვაძლევ საშუალებას საზოგადოებას თავისი ის გააცნოს, როგორ იცი რომ ის კი არა რომელიც ხალხმა იცის. არა, ის კითხვებიც არ მიყვარს მე. არა, ეს უკვე ხალხმა რო იცის. ამიტომ ესეთი ფორმატი გვაქვს, არავის არ უაწყვეტინეთ, არც ჩავეკითხები და არც ლიბერალური და არც ისა. ამიტომ პირობა უნდა მომცეთ, ახლა აი პირდაპირ გადაცემაში რომ უნდა შევთანხმდეთ, კიდე უნდა გავაგრძელოთ ეს ლაპარაკი. კი ბატონო, ჩვენ აი ესე იგი მე ვფიქრობ, რომ თქვენი მაყურებელი ჩვენ პოზიციას კარგად გაიაზრებს, იმიტომ რომ
ჩვენი ამოსავალი საერთოდ ნებისმიერი ნაბიჯის არის ქართული სახელმწიფო და ქართველების მომავალი. თუ ამას მე იმისთვის რომ თქვენ აქ 1 საათი მელაპარაკა, მე დღეში 4-5 საათი ვმუშაობ, რომ ამ წინააღმდეგობრივ ინფორმაციებში ანალიზი მოვახდინო და ჩემი პროფესიული წარსული მადლობს ამ ანალიტიკის გაკეთების საშუალებას არ არის მარტივი მდგომარეობა, უსაშველოდ რთული მდგომარეობა და აი გეუბნებით ყველასთან შემიძლია ამაზე მშვიდად ვისაუბრო. საქართველოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ქართველების მომავალი საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშა და ჩვენ ამას ვერავის ვერ დავაბრალებთ, ტრაგედია თუ მოხდა. უღრმესი მადლობა. ჩვენ ვიყოთ როგორც ქართველოსნების დამფუძნებელი და თქვენ აი ხელი ჩამოთვალე. მე დღეა მუშაობდი იქ რომ თხოვეს და გავაკეთეთ მაგდროს გიცნობ თქვენ ქვეყნის განვითარების ის და სულ ფეხებზე დაიკიდეს მერე და დაიმხეს თავზე ყველაფერი ხო. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. თუ რამე დასამატებელია ბატონო. არა. კარგად ბრძანდებოდეთ. შევხვდებით პარასკევს 21 საათზე. Поехали.